ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ზღაპარს ბავშვებისთვის. ამ ზღაპრის თემები ასეთია: განსაცდელის შიში, ნდობა სამყაროს მიმართ, გამბედაობა, ტკბილი სიტყვის ძალა და საკუთარი ძალის რწმენა. ავტორი ამ ზღაპრის არის ფილოლოგი ნუნუ კაჭანდურია. ზღაპარს ქვია ტკბილი სიტყვა. გთხოვთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტაროთ, მოწონების შემთხვევაში გააზიაროთ. ტკბილი სიტყვა. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭუნა. სახელად არწოგიო. მას ჰქონდა ხუჭუჭა თმა და ძალიან ღრმა თვალები, საიდანაც თითქოს ლურჯი ზღვა იღვრებოდა. არწოგიო ოჯახთან ერთად ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობდა. მას ჰყავდა მზრუნველი და მოსიყვარულე დედმამა და უმცროსი დაიკო. ბიჭუნა კეთილშობილი, მშრომელი, გულთბილი და ძალიან მეგობრული იყო. მას ყველა იცნობდა ქალაქში და ყველას უყვარდა. არწოგიოს ჰქონდა ერთი ძალიან საინტერესო გატაცება. საათობით შეეძლო ზღვის ყურება და ტალღების ხმაურის მოსმენა. ნეტავ რა ხდება იქ, შორს? ფრობდა ხოლმე არწოგიო. საით მიცურავენ თევზები? ზღვა მისთვის ღამითაც ისეთივე მიმზიდველი იყო. შეეძლო თვალმოუშორებლად ეცქირა მისთვის და ეოცნება. თავის წარმოსახვაში არწოგიო მოგზაურობდა ზღვის სიღრმეში, ეძებდა და ყოველთვის პოულობდა ზღვის ფსკერზე მისთვის საინტერესო და სასარგებლო ნივთებს. სამწუხაროდ, ვერც არწოგიო და ვერც ქალაქის სხვა მაცხოვრებლები ზღვაში ვერ შედიოდნენ, რადგან ნაპირთან ძალიან ახლოს იწვა დიდი ურჩხული, რომელიც რატომღაც ზდარაჯობდა ზღვას და არავის აძლევდა წყალში შესვლის ნებას. რამდენმა ახალგაზრდამ სცადა ზღვაში შეცურვა იმ ფიქრით, რომ მოატყუებდა და დაამარცხებდა ურჩხულს, მაგრამ მისი მოტყუება ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო და თავად აღმოჩნდნენ ურჩხულის სტომაქში. ურჩხული ისეთი დიდი და საზარელი სანახავი იყო, რომ ადამიანებს ძალიან ეშინოდათ და მისი დამარცხების გზას ვერავინ ხედავდა. არწოგიო ძალიან განიცდიდა, რომ არც მას და არც მის თანამოქალაქეებს ზღვაში ცურვა არ შეეძლოთ. არადა ისინი ხომ ზღვის პირას ცხოვრობდნენ. ურჩხულის დანახვაზე არწოგიოს გული უჩქარდებოდა. მთელი სხეული უკანკალებდა, მაგრამ ამავდროულად ერთი უცნაური გრძნობა იბადებოდა მის გულში. სხვებისგან განსხვავებით, არწოგიო გრძნობდა, რომ ურჩხული არც ისეთი ბოროტი იყო, როგორც ადამიანებს ეგონათ, და სადღაც არსებობდა პატარა ბილიკი, რომელიც სიყვარულით და მშვიდად მიიყვანდა ურჩხულის გულამდე. ერთ საღამოს, როცა არწოგიო სასწავლებლიდან ბრუნდებოდა, გზად არწივი დაინახა, რომელიც ლოდზე იჯდა. თვალებს არ დაუჯერა. ნუ თუ ფრინველთა მეფე დედამიწაზე დაეშვა. არწოგიო ახლოს არ გაჰკარებია არწივს, შორიდან უცქერდა და აკვირდებოდა მის დიდებულ მოძრაობებს. არწივი იჯდა დინჯად, მშვიდად, ეტყობოდა, რომ ვიღაცას ელოდა. არწოგიომ ღრმად ჩაისუნთქა და მიუახლოვდა. გუმანით იგრძნო, რომ ფრინველთა მეფე სწორედ მას ელოდა.
არწივმა თვალებში შეხედა და უთხრა: მე შენთან ღრუბლების მეფემ გამომაგზავნა, რომ ურჩხულის მოთვინიერებაში და ზღვის განთავისუფლებაში დაგეხმარო. ვიცი, რომ შენ არ გინდა ურჩხულის მოკლა, პირიქით, შენ ურჩხულის მოთვინიერება და მისი ძალის კეთილი მიზნებისთვის გამოყენება გინდა. ღრუბლების მეფემ, რომელიც ყველაფერს ზემოდან ხედავს და ადამიანების გულებსაც კითხულობს, მხოლოდ შენში დაინახა ეს ღირსეული განზრახვა და ციდან მიწაზეც იმისთვის გამომგზავნა, რომ ამ მისიის შესრულებაში დაგეხმარო. არწოგიო საოცრად გააბედნიერა არწივთან შეხვედრამ. ის დარწმუნდა თავისი გრძნობების სისწორეში, აივსო ძალით, რწმენით და ახლა ერთი წამითაც კი ეჭვიარეპარებოდა, რომ შეეძლო ურჩხული სიყვარულითა და მეგობრობით მოეთვინიერებინა. ის გაბედულად შევიდა ზღვაში. ურჩხულმა, როგორც კი ადამიანის ფეხის ხმა გაიგონა, მაშინვე წამოიწია და სასტიკი ღრიალი ამოუშვა. მაგრამ არწუგიოს ეს დამანგრეველი ხმა უკვე აღარ აშინებდა. არწუგიომ გამარჯობა უთხრა, მაგრამ მისი ბგერები ვერ მისწვდა ურჩხულის სმენას. ბიჭმა სალამი მეორეჯერაც უთხრა. ამჯერად ცოტა უფრო ხმამაღლა, თუმცა ვერც ახლა მიაწვდინა ხმა. ურჩხული გრგვინავდა და ღრიალებდა, სხვა ღელავდა. ურჩხულის ტლანქი მოძრაობები მიწასაც კი აზანზარებდა. არწოგიომ ძალა მოიკრიბა, კიდევ უფრო მიუახლოვდა ურჩხულს, თვალებში ჩახედა და სიყვარულით სავსე სალამი უძღვნა. ამ დროს მოხდა ჯადოსნური რამ. ურჩხული შედრკა, მისი ღრიალი ნელ-ნელა ჩაჩუნდა, სხეული დამშვიდდა, პირიდან გადმოსული თეთრი ქაფი ზღვაში გაიფანტა და რაც ყველაზე მთავარია, ურჩხულის გულში მზე ამოვიდა. დიახ, არწოგიოს ტკბილმა სალამმა ურჩხულის გულში მზე ამოიყვანა. მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა არწოგიოსა და მისი ქალაქის ცხოვრებაში. ბიჭი გახდა მთელი ქალაქის უსაყვარლესი გმირი და ერთ დროს ბოროტად ცნობილი ურჩხულის მეპატრონე. ზღვა კი ახლა უკვე ყველას ეკუთვნოდა. ყველას შეეძლო მასში ცურვა და ტალღებში ნავარდი. არწოგიომ ისწავლა საკუთარი თავის ნდობა და დარწმუნდა, რომ ადამიანს აუცილებლად მოემართება ხელი ყველა კეთილი განზრახვის შესასრულებლად. ის ახლა იყო ძლიერი, წელში გამართული, საკუთარ ძალებში და შესაძლებლობებში დარწმუნებული და საკუთარი თავით ამაყი. მან ისწავლა სამყაროს ნდობა, სამყაროსი, რომელიც ერთდროულად არის მის გარშემო და ასევე მისი პატარა გულის შიგნით. ახლა უკვე იცის არწუგიომ, რომ ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობს და რომ ტკბილი სიტყვა ადამიანის ხელში ყველაზე ძლიერი იარაღია. ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი ზღაპარი. თუ მოგეწონათ, გააზიარეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააზიარეთ და დაგვიკომენტარეთ.